გურიეტივე უკვე 10 წლისაა. 10 წელია ეთერში ვართ, 10 წელი მოვლენების ეპიცენტრში, 10 წელი საზოგადოებასთან ერთად. ეს ცოტა ნამდვილად არაა. ამ წლების განმავლობაში ჩვენი კამერა თითქმის ყველგან იყო, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. საკრებულოს სხდომები, პოლიტიკური დაპირისპირებები, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აქტიობები, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები, ყველაფერი რაც რეგიონს შეეხებოდა, ეთერში ხდებოდა. იყო სამუშაოდ რთული დღეებიც, 2019 წელს ექსკლუზიური კადრები საკრებულოდან, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. იმ დღეს დაძაბული გარემო იყო, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდით, კამერა არ უნდა გაგვეთიშა. იყო გაფიცვები, დაძაბული პროცესები და მუდმივი პასუხისმგებლობა. საზოგადოებას სიმართლე დროულად მიიღო. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი პანდემია იყო. გურიაში პირველი COVID ინფიცირებული სწორედ გურია TV-ს კამერამ გადაიღო. იმ დღეებში მედიამ მხოლოდ ინფორმაცია აღარ იყო. ეს იყო საზოგადოების მხარდაჭერა. სიფრთხილე და პასუხისმგებლობა. ამ ტელევიზიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანებზე ისტორიებს. სამოქალაქო აქტივისტზე მომზადებული სიუჟეტი, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობდა კონკურსის ეს ქვეყანა შენია გამარჯვებული გახდა. 10 წელი გავიდა, შეიცვალა ტექნიკა, სტუდია, შეიძლება ფორმატიც, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი. სურვილი მოვყვეთ სიმართლე, ვიყოთ იქ, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. 10 წელია ჩვენს ერთგულ მაყურებელთან ერთად მოვდივართ და მიხარია, რომ ეს ისტორია დღეს რადიოსთან ერთად საინტერესოდ გაგრძელდება.